მოგესალმებით მეგობრებო, მე ლევან ნიშნიანიძე ვარ და ეს საზოგადოებრივი სტუდია არის. დღეს 29 მაისია და დღეს გადავწყვეტეთ მოვიფიქროთ ესეთი გადაცემა. ჩვენი ოფისი მდებარეობს რუსთაველის 1 ნომერში, ანუ ძალიან ახლოს იმ აქციებთან, რომელიც უკვე ნახევარი წელია მიმდინარეობს ქვეყანაში. და გადავწყვეტეთ, რომ გავიდეთ და შემთხვევითობის პრინციპით ავარჩიოთ ერთი ადამიანი, რომელიც დაგვთან ხდება, რომ ამოვიდეს სტუდიაში და გვესაუბროს, გაგვაცნოს საკუთარი თავი და აუხსნას ადამიანებს, მოქალაქეებს, რატო დგას ამ პროტესტზე, რა ამოძრავებს, როგორია მისი ხედვა და უბრალოდ გავიცნოთ ეს ერთ-ერთი შემთხვევითი მონაწილე ამ აქციის. მაშინ ახლა 9 საკლია 25 წუთი გავალთ წესით ახლა უკვე უნდა იკეტებოდეს გზა. დაახლოებით ამ დროს იკეტება ხოლმე და იმედია რომ ადვილად ვიპოვით ამ ადამიანს და საინტერესო საუბარი გამოვა. მაშასე წავიდეთ ამ ადამიანის მოსაძებნად. როგორც ჩანს გზა სულ ახლა ხანს გადაიკეტა, რადგან იქ ავტობუსი ცდილობს მოbrunებას. მივიდეთ ადგილს. მაშასე ბრუნდებით სტუდიაში, უკვე სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარია ქრისტინა, რომელიც უცებ ახლა გავიცანით აქციას და მოვიტაცი ასე ვთქვათ აქციიდან და დამთანხმდა, რომ თუმცა როგორც გავიგე, იმიტომ დამთანხმდა, რომ ეგ 2 წუთი უნდა ყოფილიყო მხოლოდ და სინამდვილეში 20 წუთი უთხარი. თუმცა ნუ ნახოთ რამდენიც გამო, მადლობა პირველ რიგში, რომ დამთანხმდი და მოხვედი და ზოგადად მადლობა, რომ მონაწილეობ ამ პროტესტში და მადლობა, რომ გამოთქვი მზაობა, ასე ვთქვათ, რომ გესაუბრე შენს აუდიტორიასთან და გამოგეხადა შენი პოზიცია არა მარტო აქციაზე დგომით, არამედ კამერასთანაც. მოკლედ მოგვიყევი შენი თავის შესახებ, რამდენი წლის ხარ ასაქმიანობ და რამდენი ხანია ამ პროტესტში მონაწილეობ. მადლობა თქვენ ამ ინიციატივისთვის. მე ვარ ქრისტინა, 26 წლის, ვარ ციფრული არტისტი. მუშაობ გრაფიკულ დიზაინერად და რატომაც ვუერთდები ამ აქციებს არის ის, რომ მაქვს რაღაცა უსამართლობის განცდა, რომელსაც მე მგონია, რომ რაღაცა ვინც ადევნებს თვალს ამ პროცესებს, რაც მიდის, აი შეუძლებელია, რომ ის უსამართლობის განცდა რაღაცნაირად გაგინელდეს, როცა ხედავ, რომ რაღაცა სრულიად უდანაშაულო ადამიანებს კეტავენ რაღაცა ციხეებში, აწამებენ და ასე შემდეგ და არა მხოლოდ ეს, ხო, რაღაც გვართმევენ არჩევანის უფლებას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროცესებისთვის და რავი, მინდა რომ ვცხოვრობდე ისეთ ქვეყანაში, სადაც რაღაცა ვაკეთებ ჩემს საქმეს მშვიდად და ამაში არავინ არ შემიშლის ხელს, თუნდაც ახლა მე ვმუშაობ არასამთავრობო ორგანიზაციაში ციფრულ მასალებს ვქმნით, ფსიქოსაგანმანათლებლო მასალებს ვქმნით ადამიანებისთვის და მე მაქვს განცდა, რომ რაღაცა კარგ საქმეს ვემსახურები და ამ დროს რაღაცა ცდილობს, რომ მოგაწებოს აგენტის იარლიყი, ხო? ანუ ბევრი მიმართულებით ხდება ეს უსამართლობა და ვეცნობი ყოველთვის ინფორმაციებს და ვცდილობ, რომ ვიყო აქტიური მოქალაქე და ამიტომაც მაქვს ეს პროტესტის განცდა, რასაც გამოვყავარ. ხანდახან გამოეთიშა ზოგჯერ ჯანმრთელობის პრობლემის გამო ზოგჯერ ის, მაგრამ თითქმის ყველა პროტესტზე ვარ და უკვე რამდენი დღეა ხო 180 და ანუ ყოველ დღე ცდილობ ხოლმე მოსვლას? იყო პერიოდი, როდესაც ხო და სხვადასხვა ზუსტად ამის გამო რაღაც ძალიან გადავეშვი ამაში, მაგის გამო ჯანმრთელობის პრობლემებიც მქონდა და დროებით ვიყავი გამეთიშული და ეხლა ისე დავუბრუნდი ყოველ დღეს არა, მაგრამ ვცდილობ, რომ ხო, აი ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა ხედავთ, რომ ხალხი ხან იმატებს, ხან იკლებს და ხალხს აქვს ხოლმე რაღაცა იმედგაცრუების განცდა მაგის გამო ზოგჯერ და მე მგონია, რომ ხალხი უბრალოდ რაღაცა ეს თვითზრუნვის ნაწილიც არის ეს დასვენება და კი, აუცილებელია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ხო გრძელ ბრძოლაში ვართ და ხო გამოჩნდა, რომ მარტივად ასე ვთქვათ ამ მონსტრს ვერ დავამარცხებთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვეჩქარება და რაღაცა ყველას გვაქვს იმის განცდა, რომ რაღაცა პატიმრები რაღაც ციხეში არიან და თუმცა ხო გრძელი ბრძოლა გვაქვს. ჯარიმას გადარჩენილი ხარ? დამაჯარიმეს და სხვა შეიძლება ფონდები უკვე გაუქმებული იყო და მაგრამ ძალიან რაღაცა ის სოლიდარობის მაგალითი ძალიან ჩემს თავზე ვიწვნია, რომ ეს მეგობრებმა და ზოგჯერ სრულიად უცხო ადამიანებმაც რაღაცა 5 ლარით, 10 ლარით ჩამერიცხეს და შეგროვდა იმაზე მეტიც, რამდენიც უნდა შეგროვებული იყო და მე სხვა მეგობრებსაც და სხვა ნაცნობებსაც რომელსაც ჯარიმა ჰქონდათ, სხვებსაც გადავუხადეთ მოკლედ. ხო რა ვიცი, უბრალოდ ხო რასაც მოვყავარ კიდე აქ არის ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრი გავიცანი აქციაზეც და დაუახლოვდი, ვისაც ადრე ვიცნობდი და ეს ხალხი ძალიან ძვირფასი არის ჩემთვის, ვინც აქ გავიცანი და მგონია, რომ რაღაცა ვაძლევთ მაგალითსაც სხვებსაც, ვისაც სახლში არის, რომ
თუ მოუნდებათ დაბრუნდნენ ის აქციაზეც და ვიცი რომ კიდე პატიმრები გვიყურებენ და ტელევიზორს უყურებენ და მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ რუსთაველზე იდგეს ხალხი. ქრისტინა, რა მაინტერესებს? ნუ იქი და მხარე რაღაცა სუცდილობს, რომ რაღაცა მოგვეწეპოს, რაღაცა და მიაწეპოს პროტესტ, რაღაცა იარლიყი, რაღაცა ნაცების იმის ამის. თუმცა მე მაინტერესებს შენი პირადად რა დამოკიდებულება გაქვს დღევანდელ ოპოზიციურ პარტიებთან? როგორ აფასებ მათ? ხო, არ ვიცი, მაგ ძალიან დაბნეულობა მაქვს და მე მგონი ყველას ჩემს ირგვლივ აი არჩევნებზეც ახლა ჩემს ირგვლივ აი არავის ხმა იმისთვის იმიტომ არ მიუცია რომ მოსწონდა ის პარტია, ხო, რაღაცა ცვლილებებს მისცა უფრო ხმა. მეც ეგრე ვიყავი და მაგიტო ძალიან ხო ჩემთვის ძალიან სასაცილო, როდესაც რაღაცა ნაცებს გვეძახიან, იმიტომ ნაცების დროის ვიყავი ალბათ 12 წლის. კი და მეც სულ ვამბობ რომ ამ პროტესტზე ზოგჯერ მთავრობაზე მეც კრიტიკა, ზოგჯერ ოპოზიციის კრიტიკას მოისმენ ხოლმე და ხო ძალიან კომიკურია. არის საფუძვლიანიც, მაგრამ ეს არ აბათილებს, რა თქმა უნდა, ფოკუსი ყოველთვის უნდა და ეს მიმართოთ, რა თქმა უნდა, იმისკენ, ვისაც ვის ხალხს საერთოდ ძალაუფლება. კი, რა თქმა უნდა. შენ ეხლა როგორ უყურებ ბრძოლას, აი როგორ ფიქრობ, აი რა არის მნიშვნელოვანი რომ აი ეს რაღაცა ბრძოლა, რაღაცა ახალ ეტაპზე გადავიდეს, აი მათ შორის აი თვითმმართველობის არჩევნებზე შენ როგორ უყურებ და ან როგორ ხედავ ზოგადად ამ ბრძოლის გაგრძელებას? ხო, მე მგონია რომ ახლა ამათ მიერ ჩატარებული არჩევნები, ნებისმიერი არჩევნები, რაღაც არჩევნები არ არის, ხო, რაც ნახეთ, იყო რაღაცა სრული კატასტროფა და სრული იმედგაცრუება ხალხში, როგორც მოგვატყუეს, რომ რაღაცა ვითომ არჩევნები ჩაატარეს და ეს რაღაცა ხო, არ ვიცი როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა, ამაზე ძალიან ბევრნაირი აზრი არის, მაგ მხრივ მეც დაბნეული ვარ, მე მგონია რომ რაღაცა ერთმანეთი არ უნდა დავკარგოთ ამაში, ვინც ჩუმად არის, ვინც რაღაცა უნდა ველაპარაკოთ რა სახლში დარჩენილ ადამიანებსაც და მათ შორის მათაც ვისაც არ ჯერა ჩვენი მე მაინც ეგ განცდა მაქვს, რომ ლაპარაკს ყოველთვის აქვს აზრი, იმიტომ რომ ჩემს ირგვლივაც არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ არიან პროპაგანდის მსხვერპლები და ეს პროპაგანდა მესმის, რომ რაღაცა მათ აქვთ განცდა, რომ რაღაცა ოპოზიციური მედიისგან, მათ შორის ტელევიზიას გულისხმობ, რომ უფრო მეტად ორი მხრიდან არის და ვეთანხმები მაგასაც და ძალიან არ მომწონს ოპოზიციური განსაკუთრებით ტელევიზია, მაგრამ იგი ჩვენი ერთ-ერთი მიზანიც ეგ არის, რომ რაღაცა არა რომელიმე ხო რა პრობლემაა ხო იქ ოპოზიციურ პარტიებში რომ რაღაცა ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიისკენ იხრებიან და რაღაცა ცდილობენ იქაც სუბიექტურად რაღაცა გააშუქონ ხოლმე და ხო აი ჩემი ხო მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ისე უნდა ჩაახშონ მათი ხმა როგორც ეხა ცდილობენ რაღაცა დავუშვათ ამ ფორმით ჯობს არსებობდეს ვიდრე სულ არ არსებობდეს მაგაზე ასე ვთქვათ ყოველთვის ხო თუმცა რაც ყველაზე მეტად ანუ ეჭირებათ აშკარად რაღაცა ონლაინ მედია არის და მათაც უნდა მოუფრთხილოთ, ან ძალიან ძვირფას ხალხია, რომელსაც ძალიან პატარა რესურსით ქმნის და ყოველთვის გვაწოდებს რაღაც ინფორმაციას და ეს კანონიც ახლა ფარა, რომელიც ძალაშენის მეგონი ხვალ მათაც შეეხებათ და შეგვეხება ყველას, ანუ ისეთი კანონი არის მართლა, რომელიც რაღაცა ნებისმიერ ადამიანს, რომელიც უცხოეთიდან იღებს რაღაც შემოსავალს, ფაქტობრივად ნიშნავს აგენტად და ვისაც მოუნდებათ, მათ დაარქმევენ აგენტს. კი, რაც რუსეთში მოხდა და ხო, აი მაგას ვამბობ, აი ალბათ ჩელიაბინსკში როგორ გავიღვიძებთ, რას გულისხმობს, ანუ რა გონია ჩელიაბინსკში გაგვიძება რა, რაღაც ჩელიაბინსკის ქარხანა აქ არ გაჩნდება რა. ის სიტუაცია, რაც რუსეთში, რაც ზუსტად ერთ-ერთში მეორდება და რასაც სულ ვამბობ, რომ რაც გუშინ იყო რუსეთში, დღეს ხდება აქ და ყველას აწეპებენ იქ საერთოდ საზღვარგარეთნამყოფი ხალხი რო არ არის, უცხო აგენტის სტატუსს აწეპებენ და კი ჩვენთანაც მე ვფიქრობ, აქეთკენ წავა აუცილებლად, თუ წინააღმდეგობა არ დახვდა აქედან. ხო და მაგიტომ გონია რომ ხალხი რომელიც რაღაცა არ კითხულობს ინფორმაციას ან არ უყურებს ტელევიზიას, იმიტომ რომ გონიათ რომ არავინ არ აჟღერებს მათ ხმას, მაგათ თუ დაველაპარაკებით, მივხვდებით რომ რაღაცა ერთი იგივე პრობლემები გვაქვს, სოციალური პრობლემები გვაქვს, რაღაცა მიგრაციის პრობლემები გვაქვს და აი ძალიან ბევრი პრობლემა, რომელთანაც რაღაცა თანაკვეთას ნამდვილად დაინახავენ და კი, ანუ მეც ვფიქრობ, რომ ეგრე საბოლოოდ ყველანი ასე ვთქვათ, საქართველოს შვილები ვართ, ქართველები ვართ, ასე ვთქვათ, საქართველოს მოქალაქეები ვართ და ანუ აბსოლუტურად ერთნაირი პრობლემები გვაწუხებს, ხო? და აი ამ ხელა განსხვავება, აი რაღაცა ჩვენ რაც მიგვაჩნია აი კატასტროფულ პრობლემად და სასწრაფოდ მოსაგვარებლად, იგიდან თვლიან ვიღაცეები, რომ ანუ ყველაფერი კარგად თუ არა, დიდი პრობლემა არ არის და აი რა არის ის, რაც აი ჩვენ ხო აი წეგან ახსენე რომ მნიშვნელოვანია საუბარი, რაც არ ვესაუბრეთ ამ ადამიანებს
ან რა უნდა ვესაუბროთ, რაზე უნდა გაუსვათ ხალხი, რომ ამ ადამიანებმა დაინახონ ის, რასაც ხედავთ ჩვენ. პირველ რიგში რაღაცეები რაც მათ აწუხებს, თუნდა ვაღიაროთ ჩვენს პრობლემად და ძალიან რთულია, როდესაც რაღაცა საჭმელი არ გაქვს და ბავშვებს რა ჭამოარიცი და მაგ დროს გთხოვენ რომ რაღაცა ისეთ იმაზე იფიქროთ, თუნდაც დემოკრატიაზე და ევროპაზე და ანუ არ ესმით ამ ადამიანებს თუ პირდაპირ არა უხსენი რას ნიშნავს ევროპა, შეიძლება მათ დღის წესრიგში ყოველ შემთხვევაში არ დგას იმ მომენტში ის რაღაც და რთულია რაღაცნაირად რადიკალიზაციაც არის, ჩვენი რადიკალიზაციაცაც მედია ეწევა და ძალიან რთულია, რომ მათაც დაგინახონ, რომ აი მოსმენა, ან საერთოდ ღირსშენი მოსმენა რა. იმიტომ მე რო დამწყე ახლა ჩემს ოჯახის წევრთან ლაპარაკი, ხშირად ყოფილა, რომ აი პირდაპირ რაღაცა უკვე რეალიყი გაქვს მოწებებული, რომ რაღაცა იქ შენ ნაცი ხარ, იქ შენ რაღაცა და ძალიან რთულია ხოლმე, რომ საერთოდ რაღაცა საწყისი წერტილი შედგეს მაგ ლაპარაკის და. კი, ნამდვილად ეგ გამოწვევა, თუმცა მაინც ხო, მაგრამ მაგის გამო არ შეიძლება, რომ საერთოდ ზურგი ვაქციოთ და არ ვცადოთ ხოლმე ლაპარაკი, მე მაინც ვცდილობ ხოლმე. კი. ხო, ევროკავშირი ახსენე, ხო, შენ. ვფიქრობ, რომ ევროკავშირი არის ის რაღაც ფუნდამენტური სამიზნე, თუ თავისუფლება მარტივად რო ვთქვათ რა, იმიტომ რომ ეს არის უბრალოდ რაღაცა უფრო ანუ უკეთესი საკანონმდებლო რაღაცა და უკეთესი ცხოვრების პირობები რა, ან მარტივად რო ვთქვათ, ახლა ევროკავშირზე რა ვლაპარაკობთ, ეს ხო რაღაცა სიტყვა არ არის უბრალოდ. კი, ხო, ანუ მაგას რა ისინი ცდილობენ რაღაცა ევროკავშირი მას წარმოაჩინონ, რომ ანუ რეალურად ხო თავისუფლებისთვის ვიბრძვით და ბუნებრივად, ანუ ევროპისკენ გზა, იმიტომ კი არ შეგვეზღუდა რომ რაღაცა, იმიტომ რომ თავისუფლების გზაზე გადაუხვიეთ და არა ევროკავშირისკენ გზა და ერთ გზად ვხედავთ ჩვენ რეალურად, ხო, თავისუფალი სამანო. რაც არ უნდა რაღაც ვაკრიტიკოთ ევროპა და შეიძლება ბევრი რამის კრიტიკა, ამაზე თავისუფალი სამყარო დღეს არ არსებობს, ვიდრე დასავლური სამყაროა, ხო? ხო და ხო, ანუ მეც ვფიქრობ, რომ ანუ თავისუფლება არის ის პრინციპი, რის და რაღაცა იდეალი თუ რაღაცა ღირებულება რისთვისაც ვიბრძვით, რასაც ავტომატურად მოაქვს რაღაცა ევროპული და დასავლური ოჯახის წევრობა, რომელსაც პლუს მოაქვს კეთილდღეობა. ხო, მეორე მხრივ შეიძლება დაუპირისპირო, ხო, რომ აბა რუსეთი რომელიც ტერია შენ. ხო, ეხა ამას წინ კიდე ბანერი რო გამოაკრეს იქ ბარათაშვილის ხიდზე, ეგ ძალიან კომიკური ბანერებია, ეს რა ქვია, საქართველოს აღარასდროს იქ რა არავის დაემუნება და მიემაყება რაღაცა საქართველოს დამოუკიდებლობა. ისიც ხა როდესაც პატარა ქვეყანა ხარ, რომელსაც არ აქვს რაღაცა დიდი რესურსები და ხო საქართველოს უპირველეს ყოვლისა და ის რა იძახიან ხო რაღაცა ძალიან ისეთი ის არის რომ რეალურად თუ გინდა ამ ეპოქაში გადარჩე რუსეთისგან ხო რა თქმა უნდა მარტო პატარა ესეთ ქვეყანა ვერ გადარჩება რაღაცა მონსტრის ხო და ეს მეგობარიცაც რაღაცა მესმის ხოლმე ხშირად რომ აი დამონება ხო რაღაცა სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა თარგმნიან როგორც რაღაცა დამონებად და თითქოს ისინი ვიკარნახებენ რა ვაკეთოთ და რა ვიცი რუსეთს საერთოდ ჩვენი გარუსება და ის სულტა რა ქვია ხო რუსული ყოფილიყო ჩვენი სახელმწიფო ენა. კი, ქრისტე კიდე ერთი უცნაური დაკვირვება ხო აი ახლა შენ 26 წლის ხარ ხო ანუ პრინციპში რუსეთის ანუ 2008 წელი ალბათ შეიძლება ცოტათი გახსოვს ხო და ანუ ამ თაობას რომელიც ყველაზე მეტად აქტიურია ანუ რუსეთის სიცუდეები ასე თქვა მათ შორის რაც საბჭოთა კავშირში ხდებოდა მათ შორის რაც 90-იანის აფხაზეთის ომის და თბილისის ომის რომელიც აბსოლუტურად პროვოცირებული ხო არ ახსოვს მაგრამ რატომღაც ანუ ის ვისაც ახსოვს და ვინც მონსტრე იყო თითქოს რაღაცა ნაკლებად აღიზიანებს ეს რუსეთის ფაქტორი და თითქოს უფრო თანახმა არის რომ რაღაცა რუსეთთან ბრჭყალებში მეგობრული ურთიერთობა ვიდრე ჩვენ რაღაც ახალგაზრდები რომელსაც ეს ჩვენი თვალით არ გვინახავს მაგრამ რაღაცა უფრო მეტი ზიზღი გვაქვს რა შენ როგორ ხსნი ამას? სამწუხაროდ იმით ხსნი რომ მე მგონია რომ ხო ცოტაც არ ყავს ალბათ საქართველოში არც კონფორმისტები და არც ანუ ადამიანები რომელსაც რაღაცა ამ ომის პროპაგანდამაც ძალიან იმუშავა რომ ომი არ გვინდა და სიმშვიდე გვინდა ანუ რაღაცა ურჩევნიათ იმდენად დააშინეს რაღაცა ომი იქნება და რაღაცა კატასტროფა მოხდება ეგ შიშებიც ანუ ძალიან რელევანტურია და ძალიან მესმის რის გამო კი და აი შენი პასუხი რა არის შენი შინაგანი პასუხი ანუ რაღაცა ობიექტური საფრთხეები არსებობს ხო ანუ შენი შინაგანი პასუხი რა არის და მეორე ხო ამ ადამიანებს რას უპასუხებდი
მე მაინც არ ვიცი, შეიძლება მეც მეშინია და ყველას ეშინია ხა სიმშვიდის დაკარგვის და რაღაცა ომის ყველას ეშინია, მაგრამ მაგის გამო რაღაცა ღირსების დაკარგვის და უარის თქმის ამ განვითარებისკენ სვლისთვის ხო მგონია რომ მაინც არ არის მართალი და არ უნდა გინდოდეს პირველ რიგში შენთვის და შენი შვილებისთვის, ხო? უკან სიარული არასდროს არ არის კარგი. ხო, თუმცა აი სიტყვაზე აი რაღაცა არჩევანის წინაშე სიტყვაზე ანუ ესენას წამბობენ ხო ანუ რაღაცა ამაც ცდილობენ ესე გამოიყვანონ რომ არჩევანი გვაქვს რეალურად ამას ამბობენ რომ ან თავისუფლება ან ომი ხო რაც რა თქმა უნდა ჩემი პროპაგანდაა თავიდან ბოლომდე არ ვიცით ხო ანუ არ ვიცით ხო რა ვიცი ნებისმიერ შემთხვევაში პროპაგანდაა მაგ იმაზე აყვანა რა თქმა უნდა შენ თუ რაღაც თავისუფლებისთვის არ იბრძვი მაშინ თავიდანვე კარგავ საფრთხის გარეშეც რა თუ წინასწარი დანებებაა ჩემი აზრით ეს და რაღაცა ხო არც ვიბრძვით და თავისუფლება ყოველთვის რისკებს შეიცავს ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი აზრით და ხო უფრო უსაფრთხო ციხეში იჯდე და არაფერი გემუქრება და მონობაც იცი რომ რაღაც საჭმელი მაინც გაქვს და ხო ალბათ საბოლოოდ იმაზე დადის ანუ ვისთვის რამდენად ღირებულია თავისუფლება რა და მაგაზე დადის რომ ვინ არის მზად რო გარისკოს და ხო არ ჩემი აზრით ხო აი თაობისთვის რაღაცნაირად თავისუფლება იმდენად ღირებული არ არის და იმიტომ რომ რაღაც მე მგონია რომ მომის პროპაგანდამ ყველაზე მეტად ვიზეც იმუშავა არის არა ისინი დაუშვათ ვინც ეს ომი თავის თავზე იწვნია პირიქით ანუ ის ხალხი რომელსაც რაღაცა არ შეხებია შეიძლება რაღაცა იყვნენ სახლში და რაღაც მაგრამ მათ კართან რაღაცა ბომბი არ მოსულა და მათი ოჯახის წევრი არ დაუპოვა მაგალითად ომში და პირიქით ვინც არიან რაღაც დევნილები იქნება თუ რაღაც ამ ომით დაზარალებული ხალხი პირიქით მათ ღირსებას ძალიან შეეხო ეს ომის პროპაგანდა და მაგიტო ისიც მგონია რომ აი რაღაცნაირად გაიუმჯობეს საზოგადოების ნაწილმა თავის სოციალური პირობები და ისიც არის რომ მაგის რაღაც დაკარგვა არ უნდა რაღაცა ის რაღაცა მცირე შემოსავალი რაც აქვს ურჩევნია რომ ის კონდეს და რაღაცა ისიც არ დაკარგოს რა მარტივად რო ვთქვათ კი რა თქმა უნდა ფაქტორიც არის ქრისტე აი ჩემს ირგვლივ და ეს ამ ახალგაზრდებში ძალიან ბევრი ადამიანი მიდის რა ვიცი ყველას ის ყავს ალბათ უკვე რამოდენიმე მეგობარი რომელიც წავიდა შენ რატო ხარ დღემდე აქ ან რა ვიცი თუ ფიქრობ და შენ რა პოზიცია გაქვს აი წასვლა დარჩენა არ წასვლასთან მე ადრე არასდროს არ ვფიქრობდი და ბოლო პერიოდი არის როდესაც აი ვიცი რა არ ვფიქრობ მაინც მაგრამ აი სადღაც რომ მაინც გეფიქრება რომ აი მე რო რამე და ძალიან ცუდი სიტუაცია იყოს შეიძლება წახვიდე და ხო არ ვიცი პირველ რიგში მაგ დროს მიფიქრება ხოლმე იმაზე რომ რაც რუსეთში და ბელარუსში მოხდა რომ კი შეიძლება მინახავს რუსები და რუსები რომლებიც დატოვეს და წამოვიდნენ და რავი მაინც არ არიან ბედნიერები და თან ძალიან რთული იქნება ალბათ ჩემთვის მაგის განცდაც რომ როცა იცი რომ ციხეში არიან ადამიანები რაღაცა 4-დან 7 წლამდე აქვს მისჩილი ანუ მე რომ მიფიქრება რომ მე შეიძლება თავისუფლად ყოფილიყავი მათ ადგილას იმიტომ რომ რაღაც მეც ვიყავი იმ აქციაზე და შეიძლება რაღაცა მოაკითხეთ და ჯგუფურ ძალადობაში ბრალი დაედოთ ანუ რაღაცნაირად ხანდახან მაგიტომაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რიც გამოდივარ აქციაზეც ეგ არის რომ აი ვერ წარმოგიდგენი რომ აი ვიყო რაღაც ციხეში უყურებდე და პროტესტი შეწყდა რო გავიგო ეგ ხო მით უმეტეს ანუ რეალურად ხო შემთხვევითობის პრინციპით ვინც ხელში მოხვდათ ისინი დააკავეს მაშინ ძალიან დიდი არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს აი მოწმეებიც რაღაცა სრულიად აბსურდული ჩვენებებით ხო ვიცი მე მგონია რომ რაღაც წასვლა რაღაცა მათი გაწირვა რა ამ ადამიანებისთან კარგი და ქრისტინე თუ არსებობს რაიმე აი ის შემდეგაც რაღაც რის გამოც შენ შეიძლება შეწყვიტო ეს ბრძოლა თუნდაც რაღაც გადაწყვიტო რომ წახვიდე ანუ შენთვის რა არის ხო აი სხვა არის და რაც გაძლევს ანუ мотиваციას რომ გააგრძელო ეს ბრძოლა და რაც ასე ვთქვათ შეიძლება ისეთი იყოს რომ ხო აი ეს დაგიკარგოს ასე ვთქვათ იმედი და შეწყვიტო ბრძოლა თუ არსებობს ესეთი რამ იცი რეალურად ძალიან გამომფრიტავი არის ეს ბრძოლა მაგრამ რაღაც ესე რომ სრულიად შევწყვიტო და გავჩუმდე და ანუ არ ვიცი შეიძლება სხვადასხვა ფორმებში გადავიდეს მაგრამ სრულიად რომ გავჩუმდე არ მგონია იმიტომ რომ რაღაცა ჩემს ოჯახშიც რაღაცა ეგ მაგალითი მაქვს რომ ძალიან აქტიური ადამიანები არიან და ყოველთვის სამართლობის წინააღმდეგ იბრძვიან და რაღაცა მოსანებულად ვერ ვიქნები და ჩემთან მართალი ვერ ვიქნები
სრულიად რო გავჩერდე და მე მგონია რომ არც არავინ არ უნდა გავჩერდეთ და არ უნდა შევწყვიტოთ ეს ბრძოლა, თორემ მე შეიძლება მართლა უკვე გავს იმ სიტუაციას, რაც რუსეთში და ბელარუსში ხდება და უარესი რომ მივიღოთ, მოკლედ ჩვენი გადასარჩენი არის ეს ქვეყანა. სხვა არავინ არის ამ შუას მაგერად. მეც მაინც მჯერა რომ ჩვენ რაღაც უფრო თავისუფლების მოყარე ვართ, ვიდრე რუსები თუ ბელორუსები, რაღაც ინდივიდუალურად ადამიანების პატრიოტიზმის მიუხედავად რაღაცა გვაქვს. თუნდაც 9 აპრილი საქართველოში რო მოხდა, მაშინ რუსეთში და ბელორუსში არ ხდებოდა მსგავსი რამ, ხო? ანუ რუსეთში რაღაც თავისი გამოსვლები ქონდა, მაგრამ თავისუფლების მოთხოვნილება და რაღაცა მე მგონი რაღაც ჩვენ უფრო მაღალ ნიშნულზე გვაქვს, ვიდრე მათ. თან ანუ აი რა ვქნა, მაგრამ ჩემთვის მაინც კომიკური ფიგურები არიან, აი კობახიძეც და ბიძინაც და აი რაღაცნაირად ისევ იქნები, რომ ეხა მაგათ რო ჩაუგდოთ ეხა მართლა ხელში ქვეყანა. უკეთეს მიმსახურებთ. ხო, ანუ ჩვენც მე მგონია რომ ბევრად მაგრები ვართ, ვიდრე ეგენი არიან და ბევრად მეტი შეგვიძლია ვიდრე რაღაცა მართლა რაღაცა ჩემთვალში ძალიან მაჩანჩალა. ტიპები არიან. თაი პერსონები მართლა პოლიტიკაში ყველა რაღაცა უსახური, ერთნაირი, მიმიკა გაშეშებული ხალხია, არ ვიცი. კი, იმიტომ რომ აქ ხო ერთადერთი კრიტერიუმი ერთგულება დარჩა, ყველა დანარჩენი გაქრა. ნუ ესეთი ადამიანები ხო რაღაც გვანან ხოლმე, რომ ღირებულება არ აქვს და მზად არიან ხო ყველაფერზე წამსვლელები არიან, ხო რაღაცა საერთო აქვს ხოლმე მათ შორის ჰაბიტუსით. კი ბეტონო. და არ უნდა გახდეს საქართველოს სახე არ უნდა იყოს ეს ხალხი. კი, მე ვფიქრობ რომ ჩვენ ხო რაღაცა უკეთეს ლიდერებს ვიმსახურებთ ეს სახელმწიფო. კი და მე მგონია რომ მართლა სამოქალაქო კულტურაც მართლა ძალიან ხალხიც გაიზარდა. მე ვატყობ წლიდან წლამდე რომ რაღაცა ბევრად უფრო ჩამოყალიბებული ადამიანები მხვდებიან გარშემო და მართლა აზრს რო შეეკითხებენ, მართლა ისეთ პასუხებს გაგცემენ და ანუ მართლა შეგვიძლია რომ ძალიან კარგი ქვეყანა გქონდეს და არ ღირს ესეთ ასაკარგად. და მე ვფიქრობ რომ აუცილებლად გვექნება და მე მჯერა რომ ეს ბრძოლა აუცილებლად მე გამარჯვებამდე, იმიტომ რომ რაღაც მჯერა რომ რაღაც თავისუფლებას რაც ვერ დაახშობ, რაღაც დროებით შეიძლება იმას ქნა და სიკეთეც ვფიქრობ რომ ყოველთვის იმარჯვებს საბოლოოდ. მადლობა კრისტინე. ხო რომ იყავი პირველი სტუმარი ჩვენი პოდკასტის თუ გადაცემის, რაღაც იმედია გაგრძელდება, მე ვფიქრობ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და ხო მე ვფიქრობ რაღაცა ჩვენი პატარა დამატებითი წვლილი შევიტანეთ ამ პროცესში. მადლობა მაყურებელსაც, ვინც გვიყურეთ, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, გააზიარეთ და დაუჭირეთ მხარი საზოგადოებრივ სტუდიას.